გამარჯობა, მე სალომე ვარ და ამ ვიდეოში ვისაუბრებთ აქციებზე. აქცია არის ფასიანი ქაღალდი, რომლის ფლობელსაც აქვს წილი კომპანიაში, ხოლო აქციის შესყიდვით ინვესტორი ხდება კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, ანუ აქციონერი. ინვესტორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი. ინვესტორები აქციებს ძირითადად ყიდულობენ ჩადებული კაპიტალის ზრდის მოლოდინის მიზნით. კაპიტალის ზრდა, ანუ მოგების მიღება შესაძლებელია ორი გზით. პირველი ეს არის აქციებზე ფასების ზრდა. აქციების ფასის ზრდა აქციონერის დოლათის ზრდას იწვევს, მაშინაც კი თუ ეს აქციები ჯერ არ არის გაყიდული. მაგალითად, თუ პირმა შეიძინა კომპანია ABC-ს 100 აქცია და შეძენის მომენტში ერთი აქციის ფასი იყო 10 ამერიკული დოლარი, შესაბამისად ჯამში გადაიხადა 1000 ამერიკული დოლარი. თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთი აქციის ფასი გაიზრდება 11 ამერიკულ დოლარამდე, მის მფლობელობაში არსებული აქციების ღირებულება უკვე 1100 ამერიკული დოლარი იქნება. ანუ მისი კაპიტალი გაიზრდება 100 ამერიკული დოლარით. მოგების მიღების მეორე გზა ეს არის დივიდენდების სახით პერიოდული შემოსავლები. აქციონერებს შესაძლებელია ჰქონდეთ პერიოდული შემოსავალი აქციებზე გადახდილი დივიდენდის მეშვეობით. კომპანიების ნაწილი საკუთარ ინვესტორებს თავაზობს რეგულარულ დივიდენდებს წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით. პრინციპი, რომლის მიხედვითაც გაიცემა დივიდენდები, შესაძლებელია განსხვავდებოდეს. მაგალითად, შეიძლება იყოს ფიქსირებული სარგებელი, პირობითად ერთ აქციაზე 20 ცენტი ან მიბმული სხვადასხვა ცვალებად კომპონენტს, მაგალითად, წმინდა მოგების გარკვეული პროცენტის სახით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ წინასწარ განსაზღვრული დივიდენდის გეგმის არსებობის მიუხედავად, კომპანიას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული გეგმა შეცვალოს ან საერთოდაც უარი განაცხადოს დივიდენდის გადახდაზე. თუ ობლიგაციის კუპონის გადაუხდელობა გამოწვეულია კომპანიის გადახდის უუნარობით, აქციების შემთხვევაში დივიდენდის გადახდაზე უარის თქმა შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ფინანსური პრობლემებით, ისე კომპანიის გაფართოების მიზნით მოგების ხელახალი ინვესტირებით. სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან შედარებით, როგორებიცაა ობლიგაციები და დეპოზიტები და რომლებიც გვთავაზობენ წინასწარ განსაზღვრულ შემოსავალს კონკრეტულ ვადაში, აქციების ინვესტირებას დოლათის დაგროვების შედარებით მაღალი პოტენციალი გააჩნია. თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაღალი შემოსავლები თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია მაღალ რისკებთან. აქცია სწორედ მაღალრისკიანი აქტივია, რომელსაც ზრდის მაღალ პოტენციალთან ერთად შესაძლო ზარალის მაღალი პოტენციალიც ახასიათებს. ამის კარგი მაგალითია ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანია Enron, რომლის აქციის ფასი 2000 წელს 90 ამერიკულ დოლარამდე აღწევდა. 2001 წლის ოქტომბერში კი 26 ცენტამდე დაეცა და კომპანია საბოლოოდ გაკოტრდა. ინვესტორებმა, რომელთაც საკუთარი კაპიტალი აღნიშნული კომპანიის აქციებში განათავსეს, ის მთლიანად დაკარგეს. მსგავსი მაგალითი არაერთია. აქციებში ინვესტირებამდე მნიშვნელოვანია იცოდეთ, სად და როგორ არის შესაძლებელი აქციების შეძენა, რა საკომისიოფთან არის მათი ყიდვა-გაყიდვა დაკავშირებული. თუ აქციების შეძენას ფიქრობთ, გაითვალისწინეთ, რომ მოგიწევთ მოიძიოთ ინფორმაცია თქვენ მიერ შერჩეული კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე, მმართველობის ჩარჩოსა და პოლიტიკაზე და შეაფასოთ, თუ რამდენად თავსებადია აღნიშნული თქვენს საინვესტიციო მოლოდინებთან. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ განვითარების რა ეტაპზეა კომპანია. მაგალითად, სტარტაპ კომპანიების აქციებში ინვესტირებისას დივიდენდით მიღებული შემოსავლის ნაცვლად ინვესტორი როგორც წესი შემოსავალს მოელის კომპანიისა და შესაბამისად აქციის ფასის ზრდიდან. მაშინ, როდესაც უკვე დაფუძნებული დიდი ზომის კომპანიის აქციების შეძენისას ზრდის მოლოდინი უფრო ნაკლებია და ინვესტორი შემოსავალს უფრო მეტად დივიდენდის სახით მოელის. მნიშვნელოვანია შეაფასოთ როგორც კომპანიის მიმდინარე ფინანსური მაჩვენებლები, ისე მისი სამომავლო პერსპექტივა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. მაგალითად, რა პროდუქტს აწარმოებს, რის წარმოებას აპირებს, სად ყიდის და სად აპირებს მომავალში გაფართოებას, რამდენად მზარდ ინდუსტრიაში მოღვაწეობს და ასე შემდეგ. ამასთან მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვროთ სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით ის მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რომლის აქციებსაც შეიძენდით. მაგალითად, ინდუსტრია, ფინანსური მაჩვენებლები, კომპანიის ზომა, დივიდენდის მოცულობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი საბოლოოდ დაგეხმარება ათასობით კომპანიის აქციიდან გაფილტროთ და შეარჩიოთ თქვენს მიზნებსა და ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული კომპანიები. აქციების კრიტერიუმების გარდა ასევე მნიშვნელოვანია ზარალის აღიარებისთვის შესაბამისი წესების გაწერაც. ეგრეთ წოდებული წაგების ლიმიტები. როგორ და როდის უნდა მიხვდეთ, რომ არასწორად შეარჩიეთ აქცია და გაყიდოთ?
თუ ფასი დაეცა 10%-ით, უნდა გაყიდოთ აქცია თუ უნდა დაიტოვოთ. თუ შემდგომ ფასმა კიდევ განაგრძო კლება და დაეცა 20 ან 30%-ით, ისე ვიტოვებთ აქციას იმ იმედით, რომ მომავალში ფასი გაიზრდება, თუ აღიარებთ ზარალს და გაყიდით. როდესაც ასეთ საკითხებზე წინასწარ გაქვთ ნაფიქრი და გაწერილი გაქვთ წესები რისკის დადგომისას, მიიღებთ წინასწარ შემუშავებულ რაციონალურ გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში რისკის დადგომისას ემოციები გადაწონის რაციონალურ აზროვნებას, რაც აქციების ბაზარზე თითქმის ყოველთვის გარანტირებულ ზარალს ნიშნავს. ზემოაღნიშნულ ლიმიტებზე ფიქრისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მთავარი ამოცანა ისეთი აქციების შეძენაა, რომელთა ფასი გრძელვადიან პერიოდში გაიზრდება და არა ბაზარზე ყოველდღიურად ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვით მოგების მიღება, რაც თავის მხრივ გაცილებით ღრმა და სპეციფიურ ცოდნას მოითხოვს. შესაბამისად, როდესაც აქციებზე ფასები ყოველდღიურად იცვლება, თქვენ მიერ დაწესებული ზარალის ლიმიტი არც ისე მცირე უნდა იყოს, რომ ხშირად მოგიწიოთ აქციების გაყიდვა და არც იმდენად დიდი, რომ განიცადოთ დიდი მატერიალური ზარალი. აქციებში ინვესტირებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე დივერსიფიკაციას, ანუ რისკებისა და შემოსავლების გადანაწილებას სხვადასხვა კომპანიის აქციებში. კომპანია Enron-ის მაგალითიდან ჩანს, რომ ნებისმიერი კომპანია შესაძლოა აღმოჩნდეს გაკოტრების წინაშე და მხოლოდ ერთ კომპანიაში ინვესტირებით შესაძლოა სრულად დაიკარგოს ჩადებული თანხა. როდესაც ინვესტიციები გადანაწილებულია სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორსა თუ კომპანიაში, რისკები მნიშვნელოვნად მცირდება. მაგალითად, თუ 10 კომპანიის აქციებში თანაბრად გადაანაწილებთ თქვენს კაპიტალს, პირობითად 10% თითო კომპანიაში, ერთი კომპანიის გაკოტრების შემთხვევაშიც კი ჩადებული კაპიტალის მაქსიმალური დანაკარგი 10% იქნება. აქციებით ვაჭრობა როგორც წესი საფონდო ბირჟებსა და ბირჟის გარეთ ეგრეთ წოდებულ OTC ბაზრებზე ხორციელდება. აქციების შეძენა შესაძლებელია როგორც ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიებისა და ბანკების მეშვეობით, ისე უცხოური საბროკერო კომპანიების საშუალებით. უცხოური საბროკერო კომპანიის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომელ ქვეყანაშია ლიცენზირებული, რა დაცულობას გთავაზობთ და რამდენად სანდოა. უცხოური ბროკერის შერჩევისას უნდა მოვერიდოთ არალიცენზირებულ ბროკერებს.